And when the action begins, your referee in charge of the octagon is Mr. Paul Jumanov. Don't raise your hands. Listen to the commands, okay? Show your hands. ვიწყებთ პირველ რაუნდს. ნახოთ რა შემოგთავაზებს ჩემი ფავორიტი ალან და სილვა. ბევრს მოძრაობს. უშინაც ესე იყო. კარგი overhand-ი. პრეს კონფერენციაზე ძალიან ქაოტური მეჩვენა და ეხაც იგივე სურათს ვხედავ. რაღაც ისეთი დარტყმა იყო, აი ალან და სილვა ეძებს მომენტს. ძალიან შორი და შევიდა ტეიქდაუნზე და დაასრულა კიდეც. ძალიან ფეთქებადია უათ ხამიდოვი უკაცრავად. ყველა პოზიციაში მშვიდად გამოიყურება ეს ჩემი ფავორიტი მებრძოლი, ვნახოთ. ადგა მოასწრო, დარტყმა კი გაატარა, მაგრამ ეს მისთვის არ მგონია რამეს ნიშნავდეს. მე ვფიქრობ პირიქით ფეხზე წამოდგომა ერჩია და ამ დარტყმის გატარება ვიდრე ქვევით დარჩენილი იყო შესანიშნავი მარჯვენა ჰუკის აცილება, იმიტომ რომ ძალიან შორიდან შედის ტეიქდაუნზე და მეორედ მოახერხა უკვე მეტოქის გადაყვანა მიწაზე. გადაყვანა მოახერხა, მაგრამ იქ ვერ მუშაობს ქვევით. თუმცა ტეიქდაუნიც საჯების თვალში ძალიან დიდი პოზიტივია, ასე რომ ვთქვათ. და მეორე მხრივ ვერ დაცული ტეიქდაუნი. ხო. ისეაც დგომში რო იყვნენ გაატარა ალან და სილვამ დარტყმა შეიძლება წამოდგომის დროს, მაგრამ ძლიერი დარტყმა იყო მაინც, აქაც ატარებს რაღაც დარტყმებს. მუშაობს კარგად. მუშაობს, ხო, თავის პოზიცია უკავია რა. ნახოთ ბრაზილიელის გარდი ყოველთვის საინტერესოა. აქტიურობა სანაც ერთ ერთი სპორტსმენისგან ვერ ვხედავ. აკონტროლებს. ყველა შემთხვევაში ადგომა უნდა ალან და სილვას ალბათ დგომში მუშაობა ურჩევნია. პოზიტივია კუატისთვის. სრულიად საკმარისს აკეთებს, რომ ეს რაუნდი მშვიდად წამოიღოს. ორი ტეიქდაუნი და 2 წუთზე მეტი კონტროლი. მე მინდა გითხრა, რომ პირველი შთაბეჭდილება მათყუ არა აღმოჩნდა და შენი ფავორიტი კუატი უფრო კარგად მუშაობს. ტექნიკური ხარისხის მერე გიბრუნდებით. მაყურებელს მინდა უთხრა, რომ პირველი რაუნდი სრულიად კუატის დომინაციით წარიმართა და რაუნდი ზურგზე დაასრულა ალან და სილვამ. ნახოთ მეორე რაუნდში თუ რომელი მებრძოლი რა გეგმით გამოვიდა. ჩვენ არა უღვნიშნეთ, რომ კუატი მგონი ცაცია დგომში დგას, ხო? ცვლის დგომებს, აი ორივე დგომში შეუძლია თანაბრად კარგად იმუშაოს. მეორე რაუნდის საწყის წუთებზე ალან და სილვა ცდილობს შემტევი იყოს და პირველ ნომრად იმუშაოს, რაც კუატისთვის არის დისკომფორტი, რადგან უკან უწევს მოძრაობა და ტეიქდაუნისთვის ტეიქდაუნის მოსამზადებლად, რა თქმა უნდა, მეტი შრომა და მომენტის დაჭერა ჭირდება, რაც უფრო ართულებს მისთვის ამ ყველაფერს. დაიჭირა მოძრაობას, თუმცა დაიცვა ტეიქდაუნი ანდერჰუკი. აიღო და გამოძრა ამ მომენტიდან. ორივე მებრძოლი იბრძვის ორივე მხრიდან კარგად მუშაობს ხელში კუატი, მინდა გითხრა. კარგი ჰუკი იყო, მარჯვენა ხელით. გაუშვა პირდაპირ ალანმა
კარგი კომბინაცია იყო, მაგრამ ვერ მოარტყა ვერც ერთი. ჩემი აზრით მემარჯვენე დგომიდან რომ იმუშაოს კოატმა უფრო ბევრად მიწვდომადია მისი მოწინააღმდეგე ვიდრე კოატის მხარეს ხوار გადმოხვედი. ხო იცი როგორ არის ზოგადად მაყურებელი ძირითად შემთხვევაში ვართ გამარჯვებული. ჩემ შემთხვევაში ეგრე მოხდა. გადმომიბირეთ. ჯერ ყველაფერი წინ არის, მით უმეტეს როცა ალან დასლო ასე დარტყმებს ან ისმის. ჩემი თავეჭილება რაც გუშინ მოახდინა ის ვერ გაამართა რა ძალიან გულდაწყვეტილი ვარ. გადაიყვანა დიალური ისე ტაიმინგი მოძრაობაზე დაჭერილი და გაშეშებული ალან დასილვა კლავს ზურგზე. კლავს ზურგზეა და აქ ისევ იგივე პოზიციაში რაც წინა რაუნდში ვნახეთ მე მგონი იგივე სურათს ვიხილავთ დარტყმების სეტყვა იყო კოატისგან პირველ რაუნდში იგივე პოზიციაში იყვნენ. ძალიან დიდი რაოდენობით დარტყმები გაუშვა და ახლაც იგივე სურათზე მივდივართ. მუშაობს ალანი თითო დარტყმებს აკეთებს, მაგრამ რა თქმა უნდა რომ კოატი მომგებიან სიტუაციაშია, აკონტროლებს მთლიანად. ჩემი აზრით აქ მარჯვენა ხელის ტანში რო იმუშაოს კოატმა, ისიც ძალიან სამკუთხედის შეკვრას ცდილობს. ხო სწორად ვამბობ? კი. ცდილობდა სამკუთხედის ბაზისების აწყობას. ჯერ მაინც ესე იგი გადმომიბირა ამ GMC MMA-ზე უკვე პარტერშიც ვერ ყვევი და ვხედავ რას აკეთებს მოწინააღმდეგე. მედია შემბრძოლასაც ვიხილავთ ქართველი გულშემატკივარი. ნახოთ. ჩემი აზრით კარგი იყო ის გადაწყვეტილება იმ სამკუთხედის შეკვრა. შეეძლო მაგ პოზიციაში, მაგრამ ალბათ ფეხები აქ ისეთ პოზიციაში რომ ვერ აკეთებს მაგილეც. ხორციელებს ალანიც რაღაც დარტყმებს ქვევიდან პასიურობაში ახლა არ ეთვლება, მაგრამ მთელი რაუნდია ზურგზეა. ოქტაგონის ცენტრში. კი. სამწუხაროდ ეგრეა. აქედან დასკვნა რომ პირველი შთაბეჭდილება ხშირად მატყუარაა და სანამ საქმეში არ ვნახავთ ადამიანს არ უნდა ვიმსჯელოთ. კარგია საბოლოო ჯამში. 15 წამიღაა დარჩენილი რაუნდის დასრულებამდე. კარგად აკეთებს კოატი თავის საქმეს, დგომშიც აკონტროლა, ქვევითაც აკონტროლებს. არის სწორი გადაწყვეტილება, ჯობდა ზიანი მიეყენებინა, რადგან 9 წამში კისრის აღება და ეს მე მგონი კონორ მაგრეგორის და იმის ხაბიბის პოზიცია იყო, ხო, სადაც კონორი დაამარცხა. გავდა, თუმცა გავდა, მაგრამ დრო არ იყო. ხაბიბი და არც ალანი იყო კონორ მაგრეგორი და დროც დამთავრდა. კარგი რაუნდი ქონდა კოატს, დგომშიც დაამარცხა მეტოქე, ქულები აიღო, შეიძლება საზიანო დარტყმა არ გაუკეთებია, მაგრამ დგომში მუშაობა მისი მხრიდან იყო, დაბლახო, რა თქმა უნდა, აკონტროლა და ორივე რაუნდი კოატს აქვს წამოღებული და საერთოდ არ ეტყობა ალანს, რომ რამე ბრძოლის შემოტრიალების თავი ან ენერგია აქვს. ჩემი აზრით საჯების ფურცელზე აქ ორივე რაუნდი უნდა იყოს. ორივე რაუნდი კოატთან მივიდა ნამდვილად. და სახეზეც ეტყობა ჩემს ყოფილ ფავორიტს, რომ ბრძოლის შემოტრიალების თვალებს ვერ ვხედავ მე პირადად. ამ პოზიციაში მიუხედავად ჯები გაატარა ახლა კოატმა, მაგრამ რაუნდი ესე იწყება ყოველთვის და მერე პოზიციას ისევ კოატი ამყარებს.
ძლიერი ჯები იყო ნამდვილად, მაგრამ ძალიან კარგი ხელის ტექნიკა აქვს კუატ ხამიტოვს. კი. ვერ ნახა ის პოზიცია ალან და სილვამ, სადაც მეტოქეს ერთმშრომლად აღემატება. როდესაც აცია არ ხარ და ესე თამამად აცია დგომში მუშაობ. კარგია, კარგია. ყაზახეთთან ახლოსაც არ გაიარა. დაიკავა ცენტრი, თუმცა კარგი ჩეკუკი იყო. კი. უკან დადის, მაგრამ დარტყმებს და თვითონ აკეთებს კოატი და ქულებსაც აგროვებს დგომში. ეს ახლა აშკარად ფავორიტი არის. მიუხედავად იმის, რომ მეორე ნომრად მოძრაობს და კონტროლ დარტყმებს აკეთებს, ძლიერი მუხლი ანუ იყო ტანში, არა, ძლიერი მუხლი, გაშვებული იყო, მაგრამ მოხვედრილი არ იყო ძლიერად. მიზნამდე ვერ მიაღწია. კარგად იცავს თავს. ეხლა ამ დროსაც დასვენებისთვის იყენებს კოატი, რომ რაუნდის მეორე ნახევარი გააქტიურდეს თუნდაც და ტეიქდაუნი და ჩავიდა სინგლ ლეგზე, ნახო თუ დაიცავს აქ ალან დასილვა, თუმცა გადაიყვანა კუატმა. გადაიყვანა. კოატისთვის ყველა პოზიცია მომგებიანია. ეხლა დგომშიც კარგად მუშაობს და ჩვეულებრივ აკონტროლებს დაბლახო საერთოდ და მაგრამ მაშკარად თვითონ უფრო ქვევით მუშაობა ურჩევნია. პირველი რაუნდი კუატმა პირველ ნომრად იმუშავა, გააკეთა ტეიქდაუნები და ტეიქდაუნების შემდეგ აკონტროლა სრული რაუნდი ალან დასილვა. მეორე რაუნდში უფრო ინიციატორი შეტევის იყო ალან დასილვა პირველ ნახევარში, მეორე რაუნდის პირველ ნახევარში, თუმცა მოახერხა და ეს პოზიციაც კუატმა თავის უპირატესობად გადააქცია და ეს მებრძოლი იბრძვის ორივე პოზიციიდან. აჩვენებს თავის მაღალ უნარებს, გამოცდილებას, ყველა ადონეზე სახიფათოა, მოკლედ და ეთყობა რომ მაღალი კლასის ველოდები რომ დამუშავებული აქვს. კარგოს, სწორედ ველტეროეიტში გვაქვს საჩემპიონო ბრძოლა და მაინტერესებს თუ ექნება კუატ ხამიტოს საჩემპიონო ამბიციები. რადგან ჩემი აზრით ძალიან კარგად გამოიყურება ამ ბრძოლაში. კი, ამ ბრძოლაში ძალიან კარგად გამოიყურება, მაგრამ ჩემი აზრით მოწინააღმდეგესაც ხო გააჩნია. ეხლა აშკარად ვერ არის იმ დონის მოწინააღმდეგე ალან დასილვა, რომ კონკურენცია, ასე ვთქვათ, კონკურენტუნარიანი ვერ არის კოატის მიმართ, მაგრამ მოდი საჩემპიონო ბრძოლას თუ გადავხედავთ, იქ ორივე მეორე მებრძოლი არ ვიცი, მაგრამ ბექათამლიანი ესეთი კლასის მებრძოლია, რომ არ მგონია მის მიმართ რამე შანსი ქონდეს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლაში საკმაოდ დიდი უპირატესობით გამოირჩევა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ მისი მოწინააღმდეგეს დონე არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ამ ბრძოლაში. მის მოწინააღმდეგეს როგორც წეღან აღნიშნე 31 პროფესიონალური ბრძოლა აქვს ჩატარებული. როდესაც გადაწყვეტს კუატ ხამიტოვი ჩავიდეს ფეხში, ყოველთვის ტეიქდაუნი დასრულებს. ყოველთვის ჩადის, ყოველთვის თავის დაგეგმილ რაღაც. ერთადერთი ტეიქდაუნი დაიცვა ალან დასილვამ მხოლოდ. ეს იყო მეორე რაუნდში საწყის წუთებზე. აბსოლუტურად ყველა ფრაგმენტი მოგებული აქვს კოატის. გადავიდა საიდ კონტროლში, დაიწყო მუშაობა აქ. გაუკონტროლებს ალბათ ხელს, ყოველ შემთხვევაში ეცდება და მიაყენებს ზიანს. რაც შეეხება ბექათამლიანის დღევანდელ მეტოქეს, რა თქმა უნდა, ბრძოლის დროს უშუალოდ მეც გეტყვით, ძვირფასო მაყურებლებო, თუმცა ის არის ხამზად ჩიმაევის გუნდელი და ეს ბევრ რამეს მიგვითითებს, ახლო მეგობარი და სწორედ ის ეხმარება ბრძოლების შერჩევაში და კარიერის წარმართვაში. მაყურებელისთვის შეიძლება ცოტა მოსაწყენი იყოს ამ ბრძოლის ყურება, მაგრამ რადგან არც ერთი არ არის ქართველი მებრძოლი, მაგრამ მოდი გავითვალისწინოთ იქ, რომ აქ პოტენციური მეტოქე შეიძლება იყვეოდეს კი, რომელიც შემდეგ ქამარზე იბრძოლებს გამარჯვებულთან. ამიტომ ამ მიმართულებით თუ შევხედავთ ამ ბრძოლას, საკმაოდ საინტერესო საყურებელია, იმიტომ რომ უნდა ვიცოდეთ როგორი მოწინააღმდეგე იქნება შემდეგი და ამ მიზნით უფრო მეტად ყურებადი ხდება ეს ბრძოლა. გასულდა მესამე რაუნდი, ვიხილეთ ყაზახი მებრძოლის სამრაუნდიანი სრული დომინაცია. კი. ნახეთ გაცვლები ფეხზე, სადაც გამარჯვებული ყოველთვის რჩებოდა კუატ ხამიტოვი. მიწაზე
არანაირი შანსი არ მიცა ბრაზილიელ ალან და სილვას. იყო ბრაზილიელის გარდშიც, თუმცა არანაირი საფრთხე მას არ დამუქრებია ამ გარდიდან. ბრავო. გავასწრებ მოვლენებს და მივულოცავ გამარჯვებას კუად ხამილტონს. კი, ყველა პოზიციაში იყო გამარჯვებული, ყველა ფრაგმენტი ბრძოლის წამოიღო, მან ნამდვილად ეკუთვნის ეს გამარჯვება. დაველოდოთ ოფიციალურ განცხადებას და ვიხილოთ გამარჯვებული მებრძოლის აწეული ხელი. After 3 rounds, we go to the judges' scorecards for decision. The judges score this contest for the winner. Out of the first corner, Kuat the Nine Man.